მშობლების ჩათში შეხედვა აღარ მინდა რა. ყველაფერზე შეიძლება კაცო მასწავლებელს ფული აუგროვო. ახალი წელია ავუგროვეთ, აღდგომა ავუგროვეთ, შვილი გაუბედნიერდა ავუგროვეთ და ნაღველი ამოიჭრა ავუგროვეთ. რაღა გავაკეთო კაცო? მშობლები არიან მეტიჩრები და ეგ მასწავლებელიც მიეჩვიო ყოველ კვირას აჩუქრებს. ხო და არ დავდებ არაფერს და ეგ იქნება. დაიცა ნინომ ჩააგდო ხმოვანი. ძალიან დიდი ბოდიში გოგოებო, მაგრამ მე ვერაფერს ვერ დავდებ. სამი შვილი მყავს და ჩემი გამჭირვებია. ხედავ ხო რა დღეშია ხალხი. ბავშვები ამბობენ ეკალი მატყუარაო. iPhone 14 იყი და იმ დღეს. გოგოებო, ვერც მე ვერ დავდებ ვერაფერს, არ მაქვს ახლა ამ ეტაპისთვის გათვალისწინებული ეს ხარჯები. აი მე ეს თუ არ გაიგზავნა. მოვიდა განაპი, ხათუნა. ინდა მომისმინე ჩემო კარგო. ამ საჩუქარზე სია შედგება და გაითვალისწინეთ. დამემუქრა ახლა. თავში გვაგეხლიათ, კაცო. ნეტო მასწავლებელმა ორჯერ დამიწერა უკვე ორიანი. ჩამორჩენილი ხარ ყველაფერსო. მაგაში სრულიად ვითანხმები. გოგოებო, რა ვიცი, გამწარებული წეს ეს მასწავლებელი ორიანებს და მარტო მე ვარ უკმაყოფილო ამით. ეხლა ნახე რამდენი ამყვეზე გამომეხმაუროს. აი. კი ინგა. რა ვიცი, ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ. ვაიმე გოგოებო, ჩემს სასათიანი შუბლზე ეძერა იმ დღეს. ეს ყოლია ესე იგი ერთადერთი ოროსანი სკოლაში რა. შენ მერე მოგივლი. მაგრამ ეს მშობლებიც მატრაკვეცები რა. ვაიმე ჩაიწერა და გაიგზავნა მე მგონი.